გქონიათ შემთხვევა, როცა ბავშვებს აიძულებდნენ აბორტის გაკეთებას? კი, ეგეთი შემთხვევაც მქონია. განათლებაო რაშია საჭირო? არა, ძალიან საჭირო. აი, ამ გაუნათლებლობას მაპატიებს ყველა ამ სიტყვისათვის მივყავართ იქ, რომ გვაქვს მერე არასასურველი ორსულობა მოზარდთან, არასრულწლოვან გოგონასთან და გვაქვს მერე მექანიზმები ჩაერთო, ვინ დაელაპარაკა, სამყარო იყო თუ თვითონ მის გულმა უთხრა, ხო? მაგრამ რადგან მითხრა, რომ არა, აღარ მინდაო გამოგვიწეთო, ხო? გავაჩერე და ძალიან ცოტა ხანი ალბათ 10 წუთი ნაწილობრივ მიძინებულ მდგომარეობაში იყო და გავაღვიძეთ და ის პატარა დღეს ყავს. და სხვათა შორის ძალიან დიდ მადლობებს მიხდის, მე გახდა იყო ასეთ შემთხვევა, როდესაც სხვათა შორის იმ ბიჭიც თანახმა იყო და აუცილებლად უნდა და უბრალოდ ოჯახებთან შორის იყო ძალიან დიდი გაუგებრობა და არავითარ შემთხვევაში გოგონას დედა არ აძლევდა უფლებას, რომ ეს ბავშვი გაეჩინა. და თქვა, რომ საქართველოში თუ არ გააკეთებთ, წავიყვან საქართველოს გარეთ. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარია ეკათე დოზაშვილი, მე ან გინეკოლოგი და ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი, რომელთანაც ძალიან საინტერესო და დელიკატურ თემაზე ვისაუბრებთ, ისეთი როგორიც არის არასრულწლოვანთა აბორტი. მოგესალმები. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ სპონსორს წაგიდგენ, ეს არის ჯანსაღი ფაფებისა და ბურღულეულის ბრენდი მილინ პარასი, რომელიც სასარგებლო ნუტრიენტებით დატვირთულ ბურღულეულს თავაზობს, ჩვენს როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებსა და ბავშვებს. რომ დავიწყოთ, მაშინ პირველი კითხვა ესეთი მექნება, რატომ იღებენ გოგოები აბორტის გადაწყვეტილებას და რა მიზეზებს ხედავთ თქვენს პრაქტიკაში? მოდით პირველადად იმას გეტყვით, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო ნამდვილად არ არის არც აბორტი და არც შემოსავლის წყარო. მაგრამ რატომ არ ვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად უარი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასრულიც, წყვილიც და მით უმეტეს მოზარდი, როდესაც ჩემთან მოდის, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გადავაჯერო ამ ქმედებიდან, ასე ვთქვათ, ავუხსნა ყველანაირი მორალური მხარე, ავუხსნა ყველა გართულებები და ძალიან ბევრი მყავს ისეთი წყვილიც, ისეთი მარტოხელა დედაც, რომელმაც ნამდვილად ამ საუბრების შედეგად გადაწყვიტა, რომ დაიტოვებდა ამ პატარას და დღეს ის პატარები ყავს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, უყურეთ, ეს არის მენტალური და სოციალური პრობლემა. ეს არ არის განსაკუთრებულად ბავშვებში, მოზარდებში, მაინც ასე ვთქვათ, ხო? როდესაც გოგონა 14-15 წლის, 16, 18 წლამდე, ასე ვთქვათ, წყვიტავს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. პირველ რიგში ეს არის მენტალური, სოციალური პრობლემა. როგორც წესი ეს ოჯახის შიშია, საზოგადოების გაკიცხვის შიშია, მაინც აი რომელი პრობლემაა ხოლმე გამოხატული? იცით რა არის? ეხლა სწორია, ვერ ვიტყვი რომ უნდა სულთად თავისუფლები ვიყოთ, ევროპას მივართოთ. არა, ამისი მიმართვა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩვენ რომ გქონდეს უფრო მეტი აი კონტაქტი ჩვენ მოზარდებთან, უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი საუბრები ოჯახში უფრო დედებთან, ბებიებთან, ძირითადად რა გვაქვს ვუშლით. არა, ეს არ შეიძლება, არა ეს არ შეიძლება, მაგრამ მოზარდებში ახლა იმდენად თავისუფალ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ძალიან რთულია ეს დისტანცია მოზარდმა გოგონამ თუ გინდაც ბიჭმა რომ შეინარჩუნოს, ხო? ეს კანონის მხრიდანაც საკმაოდ რთული პრობლემა არის არასრულწლოვანთან სქესობრივი აქტის დამყარება, გინდა თვითონაც არასრულწლოვანი იყოს და მით უმეტეს თუ თვითონ სრულწლოვანია და არ სრულწლოვან გოგონასთან ამყარებს, ხო? ეს კანონის მხრიდანაც დასჯადია და სამედიცინო მხრიდანაც ძალიან ბევრ თუ პრობლემებს შევაწყდებით. აი ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც საქართველოს ჩამოვედი, ალბათ 20 წლის წინ მქონდა, იმიტომ რომ მოზარდებში ძალიან დიდ ხანს მუშაობდი და მქონდა ესეთი შეთავაზება განათლების სამინისტროსთან, რომ აი სექსუალურ და
აღზრდასთან დაკავშირებით მომზადებულ ლექციებით უფასო თუ ანგაროდ სკოლებში ამ ყველაფერს წარმოადგენდი გოგონებთან და მშობლებთან, ვისაც სურვილი ექნებოდა. Ну, რაზეც ძალიან კატეგორიული არის მივიღე, რომ ესო რას ლაპარაკობთ, ანუ სქესობრივი განათლებაო, რაშია საჭირო? არა, ძალიან საჭირო. აი, ამ გაუნათლებლობას მაპატიებს ყველა მსხიტყვისათვის, მივყავართ იქ, რომ გვაქვს მერე არასასურველი ორსულობა მოზარდთან, არასრულწლოვან გოგონასთან და გვაქვს მერე ის ფაქტი, რომ უნდა მივიღოთ ასეთი ძალიან საშინელი გადაწყვეტილება, როგორც არის აბორტი. სტატისტიკა როგორია? იცით რა არის, ახლა ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ რაოდენობა მოიმატა. მოიმატა? მოიმატა, კი. მე ველოდებოდი, რომ პირიქით იქნებოდა, იმიტომ რომ თითქოს ინფორმირებულობა იზრდება მაინც. მოიმატა და რატომ მოიმატა გეტყვით? ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ არასრულწლოვანს შეუძლია მიმართოს სოციალურ მუშაკს მშობლების გარეშე, მშობლების ინფორმირების გარეშე, გაიაროს მასთან კონსულტაცია და სოციალური მუშაკის დახმარებით მიაკითხოს კლინიკას ამ საკითხის გადასაჭრელად. მანამდე აუცილებელი იყო მშობლის ჩართულობა? კი ბატონო, კი. ყოველთვის აუცილებელი იყო მშობლის ჩართულობა. რაც არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ჩემთან გინდა სოციალურ მუშაკს მოყავს და მოიყვანს, მე აუცილებლად მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივიყვანო საკითხი იქამდე, რომ მშობელი იყოს ინფორმირებული. და პრაქტიკულად არც ერთი ესეთი ფაქტი მე არ მახსენდება, ჩემი პირადი, რომ არ ყოფილიყოს მშობლის ჩართულობა. ამას ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს და ამიტომ მოიმატა, ვინაიდან უკვე როდესაც აქვთ ასე კიდე მეტი თავისუფლება, ესე იგი ოჯახის ჩართულობა, მშობლის ჩართულობა პრაქტიკულად გამოირიცხა და ამიტომ მოზარდ შეუძლია ფიქრობენ, რომ მე დიდი ვარ, მე თავისუფალი ვარ, მე ყველაფერს გადაწყვეტილება შემიძლია მივიღო და ამიტომ უფრო და ის ბარიერი, რომელსაც ოჯახი უქმნიდა, მოხსნილი აქვს და შესაბამისად უფრო თავისუფალია გადაწყვეტილებაში. ყველაზე პატარა რა ასაკის პაციენტი ყოლიათ ამ 14 წლის. 14 წლის. ალბათ მაგაზე პატარებიც არსებობენ სტატისტიკით, მაგრამ აი პირადი ჩემ პრაქტიკაში 14 წლის. აი ისტორია გახსოვთ ამ პაციენტთან დაკავშირებით? კი, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო რაიონში მყოფი, იყო სხვათა შორის არ იყო არანაირი ძალადობის ფაქტი, ან ისე რომ არა ამ გოგონას სურვილით, საკმაოდ მოზრდილი, ვერ იტყოდი რომ 14 წლის არის, საკმაოდ მაღალი მოზრდილი გოგონა იყო თავისი ასაკისთვის და ყავდა სრულწლოვანი შეყვარებული. ნუ ურთიერთობის შედეგად იყო ორსულად 8 კვირის ორსული. რა არის მაინც ის შედეგები, რასაც იწვევს პატარა ასაკში აბორტი? უყურეთ, ალბათ ნებისმიერ ასაკში, პირველ რიგში რომ სამედიცინო თვალსაზრისით განვიხილოთ, ხო, ეს არის შეწყვეტილ ორსულობას ცოტა სხვა ფაქტორები აქვს, იმიტომ რომ ტვინმა ორგანიზმმა უკვე იცის, რომ ეს ორსულობა შეწყდა და ისედაც თავისი მექანიზმებით, ჩაერთვება მექანიზმები, რომ როდესღაც დაიწყებს გამოძევებას ამ ორსულობის. როდესაც ჩვენ აბსოლუტურად ჯამთელ ნაყოფზე, ჯამთელ ორსულობაზე ვაკეთებთ ხელოვნურ აბორტს, ეს იქნება მედიკამენტური, ნაკლებად ტრაუმულია თუ ასპირაციის სახით, ყველა შემთხვევაში აი ვთვლი, რომ ეს არის ვანდალური აქტი საკუთარი სხეულის და ჯამთელობის მიმართებაში. და მინდა ძალიან აი მოზარდ გოგონებმა აუცილებლად ეს ნახონ და ეს გაითვალისწინონ. იმიტომ რომ ახლა არსებობს ბევრი საშუალება. აი ასე ვუხსნი ხოლმე, რომ ჩათვალეთ, ჩავიტანეთ დიდი ატომური ბომბი ძალიან ღრმად ოკეანეში, ავაფეთქეთ, ზემოდან ზედაპირზე არაფერი არ ჩანს, მაგრამ ქვევით რა მოხდა? ყველაფერი დაინგრა. აი პრაქტიკულად ასე არის ჩვენს ორგანიზმში. და აი რა ხდება მაინც რომ უფრო გასაგები იყოს გოგონებისთვის? უყურეთ რაშია საქმე, შევწყვეტეთ ორსულობა, ხო? იქ ტვინთან რა თქმა უნდა სათანადო იმპულსები მოდის, პირველ რიგში რომ თუ ვთქვათ ეს დიდი ვადაა და მედიკამენტურს ვეღარ ახერხებს და უნდა ასპირაცია გავაკეთოთ ამას, ძალიან ბევრი გართულება შესაძლებელია მოყოს, ეს სისხლდენებით, საშუალოსნოს ტრავმირება, გახევა, ხო? ანუ საერთოდ ამ საშუალოსნოს დაკარგვა და შეიძლება მივიდეს.
კარგით, ასეთი კატეგორიულები რომ არ ვიყოთ, ინფიცირება, ხო? შესაძლებელი არის, ვიცით, რომ ქალის საშო არ არის სტერილური, იქ 1000 ბაქტერია არის, ამიტომ შეიძლება მოხდეს ინფიცირება ყველანაირი ჩვენი სტერილობის დაცვის მიუხედავად, ხო? ანუ სეპტიური მდგომარეობა, ესეც არ მომავალში უშულობის ძალიან მაღალი რისკი არის და იგივე სიტუაციაში ქალი შეიძლება გადავარჩინოთ, მაგრამ დაკარგოს ორგანო. გინდათ ის მოზარდი. ანუ ჯანმრთელობის მხრივ ჰორმონალური დარღვევების შემდეგში ციკლი როგორ აღდგება, შემდგომ დაორსულდება თუ არა ეს მოზარდი, ხო? აი ყველა ეს საკითხი დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რისკი მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაშიც ისევე მაღალია, როგორც მედიკამენტური აბორტის შემთხვევაშიც მაღალია და გეტყვით რატო? იმიტომ რომ შესაძლებელია არ მოხდეს სრული გამონთავისუფლება ამ შიგთავსის საშუალო სნოზღლუდან და იმ ორი კვირის მანძილზე ჯერ ისედაც უკვე ინფიცირება ხდება, იმიტომ რომ ორი კვირა ველოდებით რომ ეს სისხლიანი გამონადენი დასრულდეს, კი არა, თითქოს გამოვიდეს და თუ მოგვადგა გავშევამოწმეთ და შიგთავსი ნაწილობრივად შიგ არის, ჩვენ ისევ იგივე ასპირაცია უნდა ჩავატაროთ. ხო. იგივე ჩარევა, ხო? რაც გამოდის რომ კიდე ნაწილობრივ კითხვის ქვეშ დაინფიცირებულ გარემოში კიდე манипуляცია უნდა ჩავატაროთ. ამიტომ არ არის ამისი მაღალი პროცენტი მედიკამენტურების, რომ ვთქვათ, დაჭირდეს ასპირაციული ჩარევა, მაგრამ რომ დაჭირდეს, მეტი წილ პროცენტში. გინდათ რომ არ დაჭირდეს, სრულიად შესაძლებელი არის, რომ ამის შემდეგ მაინც მოხდეს ინფიცირება, ჩუმად გაიაროს, მოხდეს მილების შეხორცების პროცესი, ციკლის დარღვევის პროცესი და პრაქტიკულად მოზარდობის ასაკში, როდესაც ისედაც ციკლი არარეგულარულია, ისედაც ეხლა ცდილობს ორგანიზმი, რომ რაღაც ბალანსამდე მიიყვანოს ორგანიზმი, ხო? ჩვენ რას ვაკეთებთ? აი, როგორც ავხწერეთ, უფეთქებთ ატომურ ბომბს, რომელსაც როდეს დაალაგებს ამისი პასუხი ჩვენ არავის არ გვაქვს. და ინდივიდუალურია. კი, მოვატყუებთ ალბათ, რომ უთხრათ, რომ არაუშავს ყოფილა ასეთიც, რომ უიმე რა პრობლემაა, იმან გაიკეთა და მოდი მივცეთ, მაგრამ არ არის ასე, ხო? შეიძლება ვიღაცისთვის საერთოდ უპრობლემო ჩაიარა იმ წუთში, მაგრამ შესაძლებელია ვიღაცისთვის ძალიან დიდი გართულებების და ძალიან დიდი პრობლემების შედეგი წინ დავდგეთ. ეკა ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ბოლო წუთს გადაუფიქრებია პაციენტს და აი როგორ მოხდა ეს? კი, მქონდა ესეთი შემთხვევა, რომელიც დიდი ხვეწნის, ახსნის, ძალიან ისეთი საუბრების შემდგომ პრაქტიკულად დაძინებული გოგონა, აი ნაწილობრივად ნარკოზ მიცემული გავაღვიძე. მე რა მაგარია. იმიტომ რომ აძინებდნენ, აი მაგ მომენტში კიდევ ვკითხე, რომ რას ფიქრობ მეთქი, ხომ არ გადაწყვიტავ. არ ვიცი ახლა იმ ნახევრად თითქოს მიძინებულ მდგომარეობაში რა მოხდა მის გონებაში. რა ვიცი, რა მექანიზმები ჩაერთო, ვინ დაელაპარაკა, სამყარო იყო თუ თვითონ მის გულმა უთხრა, ხო? მაგრამ რადგან მითხრა, რომ არა, აღარ მინდაო გამაღვიწეთო, ხო? გავაჩერე და ძალიან ცოტა ხანი ალბათ 10 წუთი ნაწილობრივ მიძინებულ მდგომარეობაში იყო და გავაღვიწეთ და ის პატარა დღეს ყავს. და სხვათა შორის ძალიან დიდ მადლობებს მიხდის, მე გახდა უკვე დასრულიც, უკვე ასე შემდეგ და სულ ყოველთვის მიხდის დიდ მადლობებს, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პატარა მე მყავს. მიუხედავად ყველაფრისა. საწყისში ყველას ეშინია. ხო. კი. ყველაზე ძლიერი არგუმენტი რა არის ხოლმე პაციენტთან ამ დროს, რის შემდეგაც დედას გადაუფიქრებია, რომ აბორტი გაეკეთებინა. ადამიანის სიცოცხლე. ვეუბნები ხოლმე, რომ აი არაფერი არ დგას, არც ერთი გეგმები მაქვს, აბიტურიენტი ვარ, უნდა ჩავაბარო, ამერიკაში უნდა წავიდე, ევროპაში სასწავლებელი ვიზა მომივიდა და ვეკითხები ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეზე მეტად უკეთესია, ვეკითხები კითხვას. და მაგალითად, რომ როდესღაც რომ ჩემზეც, შენზეც, თქვენზეც ვიღაცაზე ეთქვა, რომ იცით რა, მე გეგმები მაქვს. ხო. და არ მინდა ეს ბავშვი. თანაც მე თვითონაც ცოტა ისეთი ისტორია მაქვს, 18 წლის გავთხოვდი, 18 წლის ამ გავაჩინე. ჩავაბარე აკადემიაში, არა საქართველოში, რუსეთში მარტო 18 წლის ასაკში აკადემიური არ ამიღია, ვისწავლე კვირეები, ღამეები ვათენე და ამ ყველაფერს ვეუბნები, რომ თუ რამის მიღწევა გინდათ, ისედაც კი ბატონო, ამ ბავშვთან ერთადაც მიაღწევთ. მიაღწევთ უფრო უკეთესად. ძალიან ძლიერი პირადი მაგალითია ნამდვილად. კი, და
აი ყოველთვის მართლა ფიქრობენ ხოლმე ვეუბნები, არ არის პრობლემა. სამყარო, ღმერთი, ყველაფერი უფრო მეტ უკეთეს გზას მოგცემს, იმიტომ რომ შენ უფრო მეტი სტიმული გექნება იმისათვის, ფარხმალი არ უნდა დაყარო, აღარ ხარ მარტო, ხარ ორი, ხარ უკვე პასუხისგებელი ბოლო-ბოლო, რა ვიცი, ლექს რო ავიყვანთ და კნუც მოვიყვანთ, იმაზე პასუხისგებელი ვარ, ხო? არ ვიცი როგორ მოვუარო, თუ საზღვარგარეთ მივდივარ, ბევრს მიყავს, ხო? ვეუბნები როგორ ბავშვი რატო არ შეგიძლია წაიყვანო, ხო? თუ კი კნუტი მიყავს და ვოული ძაღსაბუთებს უკეთებ და გინდა წასვლა, რა პრობლემაა? წადი. ხო. წადი ორსული, გააჩინე, მოდი წაიყვანე. აი ყველაფერი შეიძლება დედამიწაზე იმის გარდა რომ ასე ვთქვათ მოუკლათ ეს ბავშვი. ეკა ჩვენ ვისაუბრეთ აი იმ არგუმენტებზე, რომელსაც თქვენ პაციენტებს ეუბნებით და უამრავი გადარჩენილი პაციენტი გყავთ ამისგან. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ისე იგივე ინტენსივობით რო ესაუბრა სკოლას, ოჯახს ამ ბავშვებთან ნაკლები შემთხვევა გვექნებოდა. ხო არ იქნებოდა უფრო კარგი გამოსავალი, მართლაც წეღანაც ვახსენეთ, სქესობრივი განათლება და ამით გადავარჩედით ძალიან ბევრ სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ერთი ძალიან ცუდი მაგალითი მახსენდება, დედა იყო ევროპაში, ეს გოგონა არ იყო არასრულწლოვანი, მაგრამ რა ახლა 18 და 19 წელიწადი, კი ბატონო, სულ არ არის, ხო? ხო, რა თქმა უნდა. და როდესაც მოვიდა ჩემთან და დედას საზღვარგარეთ ვესაუბრე, აი მაპატიეთ უნდა ვთქვა, რომ მაპატიეთ მე ბოზიშვილიო, არ მჭირდება სახლში. აი ეხლაც არ შემიძლია ეს ძალიან ისე გავიხსენო, იმიტომ რომ როდესაც ქალს ვუხსნი რომ ქალბატონო ეს ანუ თქვენი შვილია. თქვენი შვილია, კი მოხდა რაღაცა ასეთი, ხო, გავიარეთ ასეთი გზა, მაგრამ როგორ რატო ეხა რა, აი რატო თავის შულს რომ თვითონ ესეთ რაღაცას უწოდებს და მასაც აგონებს რომ შენ ასე ხარ, ხო, ის ბავშვიც აყავს ხოთა შორის, ვიზეც ვსაუბრობ. ვარცლა? კი. ყავს ის ბავშვი, იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ძალიან რთული გზა გაიარა ამ გოგონავაც, დაგვეხმარა მე სოციალური სამსახური, იყო ბავშვთა დედა თავშესაფარში, იქ გააჩინა და მე რა თქმა უნდა, კი. როდესაც მიიღო, ხო? ფეხზე დადგა და როდესაც უკვე თავისი გზა მიეცა, მე ყველას მოეწონა. წარმოიდგინეთ იმ რამოდენიმე წლის წინ, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაგვედინა, ხო? ეს ვანდალური აქტი ერთია და რისი გადატანა მოუწია საწყალ გოგოს. კი ბატონო. ყველაზე საყვარელი ადამიანისგან უარყოფა. კი ბატონო. ნახეთ, როგორი საშინელი სიტყვაა, ხო? როგორ შეიძლება შენ საკუთარ შვილს, რაც არ უნდა მოხდეს, ჯერ გაესაუბრე, დაუდექი გვერდში, მით უმეტეს რაღაცნაირად რო შეგიძლია, ხო? და აი თავიდან ვახსენე, რომ ეს არის მენტალური და სოციალური პრობლემა. ყველაზე მთავარი. კი, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ის, რომ თქვა 10 პარტნიორი გამოიცვალოს არასრულწლოვანმა, გინდაც ნებისმიერ ქალბატონმა, ან სხვა საკითხები, მაგრამ ის როდესაც რაღაცა, რა ვიცი, პატარა შეცდომაში შევიდა, თუ შეყვარებულობის ამბავი იყო, თუ ვერ გაიგო, რომ მაგალითად ოჯახიანი იყო ეს მამაკაცი და 1000 სხვა რაღაცა საკითხებია, ხო? და მოხდა უკვე ეს ამბავი. ხო, შეიძლება რომ მე უკვე კი გაგიჟებული ვარ, გადარეული ვარ, ანუ ძალიან ემოციაში ვარ და ნუ არაფრად არ მინდა ეს ფაქტი მივიღო. მაგრამ ხო შეიძლება მე როგორც რომ უფროსმა, ეს ვიქნები დედა, ბებია, პედაგოგი, ვისთანაც მიაღწევს ეს ბავშვი, რომ უფრო მეტად გაგებით მოვეკიდო ამ საკითხს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სკოლებიდან რომ იყოს ეს საკითხი, რაზეც თავიდან ვსაუბრობდი, სექსუალური განათლება, სქესობრივი განათლება, გინდათ ზოგადად ჰიგიენა, ან აქ არ არის აუცილებელი რომ თქვათ სექსზე ვესაუბროთ, რაღაცა რა თქმა უნდა, პოზები განვიხილოთ და რაღაცა, რასაც წარმოიდგენენ ხოლმე, ხო? აქ არის რომ როგორ მოვუაროთ თავს, რა არის მენსტრუაცია, როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისაგან, ხო? ყველა ის საკითხი იქნება, სადაც გოგონა პირველ რიგში თუ ვერ მივიდა ვერავისთან, ეცოდინება ის მაინც, რომ აი იმ პირველ ეტაპებზე რა ნაბიჯებით თავი დაიცვას ამ ყველაფრისგან. კი, მე ესეთი რაღაც მეძლევა განცდაში, რომ ეს არის უფრო ბავშვების უსაფრთხოების თემა. ერთის მხრივ რო ასწავლო, როგორ დაიცვას თავი, თუნდაც სექსუალური ტიპის ძალადობისგან, ხო? ნაკლები ასეთი შემთხვევა გვექნება და ნაკლები გაუბედურებული ადამიანი გვეყოლება საზოგადოებაში და არ ნიშნავს ეს არანაირად იმას, რომ ადამიანს მართლა, რა ვიცი,
პოზებზე და რაღაცა ისეთ განათლების თემებზე ელაპარაკო. კი ბატონო, ანუ ყოველთვის ფიქრობენ ხოლმე, როდესაც აი ამ ვახსენებთ, რომ სექსუალური და სქესობრივი განათლება პირდაპირ აზრი მანდ მიყავთ და საერთოდ ეს თემა არ მოიცავს ამ ყველაფერს, სულ სხვა შინაარსი არის ამაში ჩადებული, რასაც დავით ძალიან ბევრ განათლებულ ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში იქნება თუ რუსეთში, ყველგან არის ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე. მე, როდესაც მე ან გინეკოლოგის სერტიფიკატით, მაგრამ იქ არის უფლება, რომ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი იყო და აი წარმოიდგინეთ, ჩემი პირველი სამუშაო ადგილი, როდესაც სერტიფიკატი ავიღე, სანამ სამშობიაროში და გინეკოლოგიაში გამოჩნდებოდა ადგილი, იყო ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი. და ძალიან მთხოვეს რუსეთში ერთ-ერთ ძალიან დიდ კლინიკაში, რომ იქ მესულიყავი სამუშაოდ. მესამე კლასი, მეოთხე კლასი, მეხუთე კლასი ყველა წელიწად დაყავთ ბავშვები, აი პროფილაქტიკურ გასინჯვაზე თერაპევტი, ოკულისტი, ორთოპედი, ქირურგი პლუს ამას გინეკოლოგი. და თავისუფლად ეკითხები იქ მოზარდს, რომ გაქვს თუ არა სქესობრივი აქტივობა. და ისიც თავისუფლად გპასუხობს. ეკითხები, მაგალითად, რას აკეთებ, როგორ იცავ თავს, ხوار შევმოწმდეთ, ხوار გავაკეთოთ და გესაუბრება, იმიტომ რომ მან იცის, რომ ეს უნდა თქვას, ეს არ არის დასამალი და ესაუბრება სპეციალისტს. ის არის მისთვის საზიანო. ძალიან რთულად კი, ეხლა და ეხლა უფრო ჩანან მშობლები, რომელსაც მოყავთ პატარები, რაღაც პატარ-პატარა ჩივილებით, მაგრამ მაინც არ აქვს ძალიან დიდი პროგრესი ამაში. ეს კიდე ცალკე პრობლემაა. კი ბატონო. ძალიან თითქოს ქალს გინეკოლოგი მას შემდეგ სჭირდება, რაც დაამყარებს მხოლოდ სქესობრივ კავშირს და მანამდე ყველაფერი ის არის, რა ქვია. სამწუხაროა, რომ როცა დაამყარებს, მაშინაც შეიძლება ძალიან დიდი დრო გავიდეს, როდესაც პირველად გინეკოლოგთან აღმოჩნდება. და მოზარდებთან საერთოდ ტაბუდადებული თემაა. ეკა პარტნიორებთან ერთად უმედიან ხოლმე გოგოები. კი, მოდიან პარტნიორებთან. და ყველაზე ხშირად ეს პარტნიორის გადაწყვეტილებაა თუ გოგონასი? უფრო მეტად გოგონასი, იმის შიშით, რომ არ მიიღებს. სხვათა შორის, აი, როდესაც უფრო პარტნიორებთან მოდიან, მინდა გითხრათ, რომ ყველა პარტნიორი თანახმაა რო გააჩინოს. მართლა? კი. ანუ აქ ის არ დგას ის პრობლემა ნაკლებად დგას, უფრო სწორედ ალბათ იდგება როგორ არა, მაგრამ ნაკლებად დგას, რომ მამა არ ეყოლება ბავშვს. კი, ანუ როდესაც პარტნიორი ასე პირდაპირ მოყვება და არა აქვს ამისი პრობლემა, ყველა შემთხვევაში ეს პარტნიორი თანახმაა, რომ ეს ორსულობად დასრულდეს და ანუ გავაჩინოთ ეს პატარა. და არანაირ აბორტზე არ არის თანახმა. უბრალოდ აქ გოგონა პირველ რიგში იმას იწყებს, რომ არა ვართ დაოჯახებული, ვერ შევაესე დედამთილთან, ვერ შევაესე ოჯახში, დედას ვერ ეტყვის, ვერავის გააგებინებს და ნუ ესეთი შემთხვევებიც მქონია, როდესაც მithქვია, რომ თქვათ, რომ არა ხარ, არავის უფლება არ აქვს იკითხოს ეს ქალი. 36 კვირის ორსულმა იმშობიარა თუ 38 თუ 39, რა ვიცი. რატომ უნდა ვიკითხო? გავაჩინე აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი, ხო? მithქვია, რომ არ არის პრობლემა, არ არის აუცილებლად ხვალე იუსტიციაში ხელი მოვაწეროთ, დიდი ქორწილი გავიპარეთ. დავოჯახდით, გამოვაცხადეთ და პატარა ვადის ორსულია 4 კვირი, 5 კვირის ამას ვერავინ ვერ შეიტყობს, ანუ ვცდილობთ, რომ ისე წარვადგინოთ ეს ყველაფერი, რომ არ იყოს ამ წყვილისთვის საზიანო. და მაგ შემთხვევებშიც ბევრჯერ შეგვინარჩუნებია ეს ორსულობა. ხშირად ხვდებიან ხოლმე გოგოები, აი პატარა ასაკში, რომლისთვისაც ეს პირველი აბორტი არ არის. კი. სამწუხაროდ კი. ყოფილა შემთხვევები, რომელიც რომ თვითნასწავლად შეიძინეს რაღაც მედიკამენტები და მიიღეს. ეს დაშვებულია? არ არის დაშვებული, მაგრამ არის საშუალებები, რომ შეიძინონ, კი. და უკვე ქონიათ ამისი პრაქტიკა, რომ მედიკამენტით ჩამოუშლიათ ორსულობა. და აქედან გამომდინარე ან გართულებიათ, ან გახანგრძლივებულა უკვე და რაღაც შიშის ფაქტორით უკვე ცდილობენ, რომ მოვიდნენ და სპეციალისტის კონსულტაცია ჩაიტარონ და იქ მიიღონ ეს ყველაფერი. მაგრამ მაინც რთულია. მაგიტომ გვჭირდება ეს განათლების საკითხი,
რომ აი ასეთ კონსულტაციაზე რომ მოდის, იქვე უნდა დაუსვა საკითხი, რომ თქვა, კარგი, დავიტოვეთ, ვერ დავიტოვეთ, არის ესეთ სიტუაციებიც, რომ ვერ დავიტოვეთ, მაშინ იქვე უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, როგორ გავაგრძელებთ შემდგომ სექსუალურ ცხოვრებას, რომ არ მოხდეს კიდე შემდეგი ამბავი. ანუ კონტრაცეფციის საკითხი, სანამ ამ ყველაფერს მივცემთ და გავუშვებთ, უკვე უნდა იყოს გავლილი ამ ადამიანთან, ამ გოგონასთან, გადაწყვეტილი. ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში აქტუალური იყო საკითხი აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით და მე მგონია ეს კიდე მეორე საშინელი მხარეა აბორტის, რომ რას გამოიწვევს ეს მოვლენა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, გაიზრდება აი ესე კუსტარულად გაკეთებული აბორტების რიცხვი აუცილებლად ეს ასეც მომხდარა ყოველი აკრძალვების შემდეგ და ეს კიდევ უფრო საშინელ შედეგებს გვაძლევს, ხო? ნამდვილად დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ყოფილა უკვე ისტორიაში ასეთი პრაქტიკა, როდეს ამ ქვეყნებში, სადაც ეს აკრძალულია. ნამდვილად არ მივესალმები, რომ ყველა და ხშირი იყოს და ახლა ვიცით ჩვენ ხო ადრე რომ ქალები ახსენებენ ხოლმე რომ 40 აბორტი გავიკეთე, ავიცი 50 და ძალიან მარტივად ყოფიან ამ ყველაფერს. მადლობა უფალს რომ დღეს ასე არ არის უკვე. ნუ 2-3 უკვე პრობლემა ხდება და უკვე ქალი გონს მოეგება ხოლმე. და თუ კი მოხდება ამას აკრძალვად გაიზრდება კრიმინალური აბორტების რისკი, აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი ხალხი ამას, ვინც ასე ვთქვათ, ჩუმად პადულებში გააკეთებს და უფრო სავალალო შედეგებს მივიღებს, ძალიან ბევრი გართულება იქნება, ძალიან ბევრი სეპტიური შედეგები, შეიძლება ლეტალური შედეგებიც ძალიან ბევრი მივიღოთ. ამიტომ ალბათ ჯობია როგორც რო კანონში მოწოდებული არის, აი მაქსიმუმი ვადა გვაქვს 12 კვირა. 12 კვირის ზემოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით შეიძლება მოხდეს ორსულობის შეწყვეტა და 12 კვირამდეც არასრულ წვროვნების საკითხში ერთადერთი რამ არის, რომ არა მარტო სოციალური მუშაკი იყოს ჩართული, არამედ ოჯახის წევრი დედა. უფრო დედა. ხო. გქონიათ შემთხვევა, როცა ბავშვებს აიძულებდნენ აბორტის გაკეთებას? კი, ეგეთ შემთხვევაც მქონია კი. რომ მიამბოთ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების გარეშე. კი, ნუ რა თქმა უნდა, ახლა ამას აუცილებლად დავიცავთ კონფიდენციალობას. იყო ასეთ შემთხვევა, როდესაც სხვათა შორის იმ ბიჭიც თანახმა იყო და აუცილებლად უნდა და უბრალოდ ოჯახებთან შორის იყო ძალიან დიდი გაუგებრობა და არავითარ შემთხვევაში გოგონას დედა არ აძლევდა უფლებას, რომ ეს ბავშვი გაეჩინა. და თქვა, რომ საქართველოში თუ არ გააკეთებთ, წავიყვან საქართველოს გარეთ. ამ ყველაფერს. და ასეც მოიქცა. კი, ასეც მოიქცა. კი ბატონო. რამდენი ჩემი არ მიწარმოებია ეს მანიპულაცია, მაგრამ როგორც ვიცი, წაიყვანეს საქართველოდან. 14-ის. აი მე დედა. იმიტომ რომ ამ ასაკში აი ძალიან ძნელია რომ კი არა დიდ ასაკში რომ გაუწიო ასეთი წინააღმდეგობა, ხო? სხვათა შორის ბიჭიც არ იყო დიდი 17 წლის იყო და რა თქმა უნდა ისიც როგორ გაუწევდა მიუხედავად იმისა რომ ერთად იყვნენ მოსულები. მაინც ვერანაირად ვერ უწევდა, იმიტომ რომ დედა ისეთ პანიკაში და ისტერიკაში იყო, რომ პატარა მცდელობის შემთხვევაში, როდესაც ეს ბიჭი ეუბნებოდა რომ აი რაღაცნაირად მე გავაკეთებ, ეს ისტერიკაში იყო, რომ ანუ 17 წლის ახარ არაფერი შენ თვითონ არ შეგიძლია, მშობლებს ვერ გასცილდები, სახლიდან ვერ წახვალ, რითი უნდა შეინახოთ და აი ეს ოჯახების ასეთი მტრობამ გამოიწვია ის, რომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. თქვენ თავად ესაუბრეთ ამ დედას? რა თქმა უნდა, ჩემთან იყო კი. კი, ჩემთან ხდებოდა ეს ჩემი თანდასწრებით ასეთი მაშინ. ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეძლო ამ ქალის გადარწყვეტა. ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეძლო, იმდენად აი პანიკა ქონდა ესეთი საშინელი. ეკა, მაინც რომ ვთქვათ, ეს უფრო სოციალური პრობლემაა თუ სამედიცინო საქართველოს ჩვენ ქვეყანაში. იცით როგორ ჩამოვაყალიბებდი, უფრო აი პროცენტულად რო ვთქვათ, არის უფრო 80% სოციალური პრობლემა, მენტალური პრობლემა, ჩვენი აღქმის და მიმღებლობის პრობლემა არის, ვიდრე სამედიცინო. იმიტომ რომ სამედიცინო საკითხებიდან გამომდინარე, კანონიდან გამომდინარე, ჩვენთან აბსოლუტურად დარეგულირებული არის ეს საკითხი და მაქსიმალურად სრულდება. ანუ გვაქვს რომ მოცდითი ვადა უნდა შევინარჩუნოთ, თუ არის ესეთი საკითხი, რომ აი ნუ დაუყოვნებლივ არის კი ბატონო ვაწერინებთ კატეგორიულ მოთხოვნასაც და აბსოლუტურად კანონის მხრიდან ეს საკითხი მაქსიმალურად დარეგულირებული არის. რომ იყოს სოციალური, მენტალური კუთხით ეს ყველაფერი სრულად
რაღაცნაირად უფრო მეტად ყურადღებით, უფრო მეტად ოჯახებში ჩართული, ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლები იქნება ასეთი კი, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში რომ მეც ვსაუბრობდეთ და მეც განათლებას ვაძლევდეთ ბავშვებს, ეს პრობლემა ესეთი მძიმე არ იქნებოდა. ნამდვილად. როდესაც მოდის თქვენთან პატარა გოგონა და გიჯდებათ კაბინეტში, პირველი რას ეუბნებით? თუ მარტო მოვიდა, ძალიან დიდხანს ვესაუბრები. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, მართლა დედაშვილურად და ვთხოვ, რომ კი ბატონო, რო ვატყობ, რომ შეიძლება ჩემი უარით უფრო წავიდეს და სხვაგან რამე გააკეთოს, ვეუბნები, რომ მოდი დედას ახლობელს ვინმეს გავაგებინოთ, ერთად მოვიდეთ და თავიდან გავიაროთ. მე უარს არ გეუბნები, გავაკეთოთ. მხოლოდ ვიღაცის თანდასრებით, იმიტომ რომ ვეუბნები ღმერთმა დაგიფაროს, გართულდეს, რაღაცა მოხდეს, ხო, რამე დაგჭირდეს, ვიღაცა პასუხისგებელი პირი ხომ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. ანუ ისეთ მიმართულებას მივცემ ხოლმე, რომ შეძლოს ამ პატარამ ცოტა გადაანალიზოს და მართლა პანიკაში არ იყოს. თავარია ჩემთვის, რომ ვინმე პირი იყოს კიდე მასთან ერთად, კიდე სოციალური მუშაკი, რომ მე შევძლოთ ამ საკითხის უფრო მუშაობა, ხო? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, სამწუხაროდ მეც ფორმატი არ გვაძლევს მეტის საშუალებას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის მილინ პარასი, რომელიც ძალიან სასარგებლო ბურღულეული და საუზმეულით ამარაგებს როგორც უფროსებს, ისე ბავშვებს. ჩვენი სტუმარი კი იყო მეან გინეკოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი ეკა თედოზაშვილი, რომელთანაც ვისაუბრეთ ჩვენი საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალურ და ძალიან მტკივნეულ საკითხზე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და გემშვიდობებით. ნახვამდის.